today? We are learning the art of the fan. მარაოს ხელოვნებას მე-16 საუკუნიდან ყველა დიდგვაროვანი ქალბატონი სწავლობდა. თუ თქვენ პაემნის ჩუმად დანიშნა ან უბრალოდ სიყვარულის უსიტყვოდ ახსნა გსურთ, მაშინ ევროპელი ქალბატონების მიერ გამოგონებული მარაოს ენა დაგეხმარებათ. ამ უბრალო აქსესუარს ისინი მშობლებისა და ხანდახან მეუღლისგან ფარულადაც შეტყობინების გადასაცემად იყენებდნენ. მარაოს მდებარეობა, მისი დაკეცვა, გაშლა და ხელის მოძრაობა 1000-მდე ასეთი ჟესტით გადაცემული შეტყობინების ადრესატი ყოველთვის მამაკაცი იყო. ხელის მარაოს გამოგონებას როგორც ჩინელები, ისე ინდოელებიც მიიწერენ. ძვირფასი ქვებით, ლითონითა და ქსოვილით გაფორმებული აქსესუარი მე-15 საუკუნეში გავრცელდა. გასაშლელ და მომრგვალებულ მარაებს თავიდან მხოლოდ გაგრილების მიზნით იყენებდნენ. იდეა კი აზიელებმა ძველი ეგვიპტელებისგან ისესხეს. ფარაონებისათვის კომფორტის შესაქმნელად მონები ხშირად ლოტოსის ფოთლებით ან ფრინველის ბუმბულებით გაკეთებულ უზარმაზარ მარაოს იყენებდნენ. ისევე როგორც ქართულ ხალხურ ცეკვებში მანდილი, აზიური ფოლკლორის განუყოფელი ნაწილია მარაო. მე-20 საუკუნიდან სრულად განსხვავებული მარაო კაბარეს სცენაზეც გამოჩნდა. ჩინელების აზრით მარაოს კიდევ ერთი შესაძლებლობა უარყოფითი ენერგეტიკის თავიდან აცილება. ამ თეორიამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ აქსესუარმა დეკორაციის სახით სახლის კედლებზეც გადაინაცვლა. ხშირად მარაოზე გამოსახული სიმბოლოები სტუმართ მოყვარეობასაც აღნიშნავს. მარაო თანამედროვე ქალბატონებში იმდენად აქტუალური აღარ არის. ახლა უკვე გაგრილება კონდიციონერის მეშვეობითაც შეიძლება. შეტყობინების გადასაცემად კი ნაკლებ რომანტიკულ ხელსაწყოს, მობილურ ტელეფონს იყენებენ.